ამ ქალაქში და არ სრულიად საქართველოში არასოდეს აღარ დაბრუნდება. მაგრამ ჩვენ არც იმას დაუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი ქურდად მომჟდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს. კრიმინალების ძრავრობის დროს პატიოსან მოქალაქეს იმის იმედი მაინც რჩება, რომ სახელმწიფო ადრე თუ გვიან მოძლიერდება და აღკვეთავს უკანონობას. მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით საშიში და დამანგრეველია ქვეყნისათვის. დიახ, ჩვენ მოვალ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უსენაესობის და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი. ამ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი დაკვირდა წყალტუბოს რეაბილიტაციას. ხარაჩოებში ჩასმას სააკაშვილმა თითქმის მთელი საქართველო ჩასვა ხარაჩოებში და რეაბილიტაცია დაარქვა ავარიული და გაუმაგრებელი შენობების ფასადების შეკეთება შეგებვას. უმეტეს შემთხვევაში ასეთი შენობები გახსნის შემდეგ ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარია ან ხელახლა შესაკეთებელი. ქუთაისმა სამწუხაროდ საკუთარ თავზე იზნია რა შედეგები შეიძლება მოხდეს ასეთ მშენებლობებს. ამ სურათის ამ ფასადის შექმნა სააკაშვილის წინასაარჩევნოდ შირდება და მას ხშირად სატელევიზიო ჩართვების დეკორაციადაც იყენებს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ საკუთარ ახირებებს ჩვენი მოსახლეობის ფულით, ბიუჯეტის ფულით ისრულებს. ეს წყალში გადაყრილი ფულია, ჩვენი შეჭირებული მოსახლეობის ფულია. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება